ხომ გაგიგიათ, კარგ მტკბელს კარგი გამგონე ჭირდებაო. მე რომ მკითხოთ, კარგ მომღერალს უფრო ჭირდება კარგი გამგონე. მოკლედ, სმენა იყოს და გაგონება, რადგან დღეს ჩვენი სტუმარია მომღერალი ზურაბ ნასყიდაშვილი. მოგზავნით პატივცემულო. მოკლედ ორი ბაფთიანი შევხვდით ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნოა რომ მოგზავნით, რადგან რომ დაბრძანდით თქვენ. საიდან ჩამოგზავნით ჩვენთან? რუისიდან. რუისიდან. რუისში ცოტა რთული იქნება და საშიში სიმღერა, ხო? არა? სიმამაცე არის საჭირო იმისთვის, რომ რუისში იმღერო, კი. ძალიან კრიტიკული მსმენელია იქ გამიგია. მართალია? რა მაინტერესებს? სად გირჩევნია ახლა, რომ გაგიხსნან ვარსკვლავი? ფილარმონიის წინ თუ რუისში? ორივეში. აბსოლუტურად მართალია. ორი ვარსკვლავი უნდა გაუხსნათ ზურაბს. აპლოდისმენტები მას. ვიცი რომ უამრავი კონკურსი გაქვს მოგებული, მართალია? დიახ. აბა მითხარი, დიახ, როგორ არის? როგორი სერიოზული ყავს ნახ. ჩამომითვალეთ კეთილო, ჩემო, ყველა კონკურსი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ. პირველი ადგილი, ანუ პირველ კონკურსზე და მეორე კონკურსზე გრან-პრი. ბრავო! პირველზე პირველი ადგილი და მერე გრან-პრი. მერე არც კი მინდა ვიფიქრო შემდეგ რა შეიძლება იყოს. სკოლაში თუ დადიხართ თქვენ? კი. ნამდვილად. სკოლაში დადიხართ. და სკოლა გიყვართ თქვენ. საგნები არის საყვარელი, რომელიც მუსიკის გარდა გიყვართ. აბა მითხარით. ყველა. ბატონო? ყველა. ყველაო. მოიცა. სერიოზულად მეუბნები ამას? მეცადინეობა გიყვარს შენ? კაი, არ გადავრ. დილას ადგომას გიყვარს? კი. ასეთი მშრომელი და მუყაითი ადამიანი გვყავს. საყვარელი ფრაზა რა გაქვს? ხარი სკოლაში რას ამბობ ხოლმე? დაფასთან გამოვალ მას. მე ვიქნები მას. პირველი მე ვარ მას. და ხელს როგორ იწევ ხოლმე ესე? ორი თითით თუ ოთხით ესე აკეთებ თუ ასე? ასე აკეთებ? აი, ხედავთ, ყველაფერში წესიერია ეს ადამიანი. კარგი, სკოლას თავი დავანებოთ ცოტა ხანი, სახლში რას აკეთებ? თავისუფალ დროს რას აკეთებ? მეცადინეობ სიმღერაზე და გაკვეთილებზე. თავისუფალი დრო მეთქი. ხო, თავისუფალ დროს. მოიცა? ვერ გაიგეში, ხა მე რას გეუბნები. თავისუფალ დროს რას აკეთებ თქო? მღერი ვარ და ვსწავლობ. აპლოდისმენტები. მე ამეთი არ ვიცი, ხა რა უნდა ვთქვა აქ. საოცარი ადამიანი ხარ, ისწავლე, რაც მეც ისწავლე, ისევ შენთვის არის ეგ ყველაფერი, მინდა გითხრა და ქვეყანასაც რა თქმა უნდა გამოვადგები. სიმღერას ახლა განსაკუთრებული ნიჭი უნდა, ხო? მაგრამ ხმის მოფრთხილებასაც რაღაცნაირად ეს. აი, მე ვიცი რომ შენ ხმას უფრთხილდები, ხო, რაღაცა ვიცი ესა და ეს რთული საქმე მითხარი, როგორ უნდა გაკეთდეს, რო რა? როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ხმას? იცილო რომ რავი, არ გაცივდე. გარეთ არ გახვიდე. გარეთ არ უნდა გახვიდე. მარტო უნდა იმეცადინო. არა. ხო, გარეთ გასვლა. გარეთ გასვლა კი შეიძლება, მაგრამ თბილად რო ჩაიცვა. თბილად უნდა ჩაიცვა, რომ ხმა არ გაგეცედეს. ხო, ეხლა ეს ჩვენ გავითვალისწინეთ, მინდა გითხრა ძვირფასო ტელემაყურებლებო და დამცირ საზოგადოებებო და ამინდები როგორც კი დაალაგდა, სწორედ მაშინ დაუძახეთ, რომ რამე საშიშროება არ ქონოდა ამ თემასთან მიმართებაში. მაგრამ მე ახლა აი ამას რო უსმენ, რომ დავიჯერო ხა ჩემგან რომ კარგი მომღერალია, ან პროფესიონალი რო არ დადგა, ამინდების ბრალია ნეტა? არა, ხო? ვისთან ერთად მობრძანდით ჩვენთან? ჩემ დასთან ერთად, დედასთან, მამასთან, ჩემ ორ დასთან ერთად. ორ დასთან ერთად ეს ხაზი გავუსვათ, დიახ, კი ბატონო. მასწავლებელთან, მასწავლებლის, ანუ ჩემ ჯგუფელებთან სიმღერის. ნათესაობასთან, მე სამეზობლო არის წამოსული და მთელი დარბაზი ფაქტიურად, მთელი რუისი ჩამოსულა ჩვენთან. მადლობა სტუმრობისთვის, მამა. მართლა მეცადინეობს? მოგესალმებით, ზურა ძალიან ნიჭიერი ბავშვია. ამას ვატყობთ, მაგრამ მეცადინეობას, სულ მეცადინეო. კი, სახლში როცა მოდის სკოლიდან, გამოიცვლის და უკვე ეგრევე მეცადინეობაზე გადადის. მონდომებულია, უნდა რომ დისცენაზე დადგეს და დიდება შენ დაგვრეთ. შესანიშნავი ამბავი. ჩვენც ხელს უწყობთ შეძლების დაგვარად. თქვენ რას იტყვით? აი იმ პატარას რო ძინავს ის ვინ არის? მოგესალმებით. ეს ჩვენი პატარა გოგოა და ეძინა დაიხალა. ბევრს არ გასაუბრებთ რომ არ შეაწუხოთ. ანუ სიმღერით თქვენ მღერით ოჯახში საერთოდ? არა, მე არა. თუმცა ჩემი წინაპარი მღეროდა კი. ზურა არა მარტო მღერის
დოლზე უკრავს, ფანდურზე უკრავს, ცეკვავს კიდევაც. ცეკვიდან დაიწყო ზურას წარმატება თავიდან. მადლობა ჩვენს პედაგოგს გიორგი კაკაშვილს, დამსწრეც ყავს აქ საბარო სტომაშვილი. სიმღერასთან მოვედით. ნანა ჩვენი უთბილესი და უსაყვარლესი პედაგოგი აქ ყავს და ნანა, აბა გითხარით როგორი მოწაფე ყავთ? ძალიან ნიჭიერი ჩანს უკვე. ეს ჩანს. ძალიან მიზანდასახულია. ერთ რამეს გეტყვით და მოგიყვებით ძალიან მოკლედ. სექტემბერში რომ მოვიდა, მე მეგონა რომ მარტო ხალხურ სიმღერებს მღეროდა და ცეკვავდა. მოვიდა და ურთულესი სიმღერა მომიტანა. ინგლისური თავიდან ბოლომდე ურთულესი რომლებსაც დიდი მომღერლები კი თვითონვე როგორი ყოჩაღი როგორ მიქნევს თავს ასე ტაშ დაუკრათ როგორი ოქროს ადამიანი არ თავისივე თანასოფლელის ჩემი ნამოწაფრის ალექსანდრე ზაზარაშვილის მთელი რეპერტუარი თქვენ წარმოედგინეთ ალექსანდრესაც მოვიკითხავთ აქედან მინდა გითხრათ მოკითხვა ალექსანდრე ჩვენი მეგობარია და ხა ესეთი მოწადინებული ესეთი კარგი ბიჭი რო ხარ ესეთი ნიჭიერი რო ხარ შეყვარებული ყავს არა მაგრამ სხვებს ვუყვარ ვარ როგორ სხვებს ვუყვარ ვარ სხვებს ვუყვარ მეც ძალიან მიყვარხარ და დარწმუნებული სახში ძალიან მაგრამ აი ის ვიღაც გოგონები რო არიან რომელსაც უყვარხარ ვინ მომიყევი ეგ ამბავი ერთი და რა იცი რო უყვარხარ იქნება გატყუებენ ან ვიღაცა მოგიტანა ხმა თუ რა ხდება მითხარე ვიღაცა მომიტანა ხმა რაო ჩემ მეგობარმა რო უყვარხარო ერთს თუ რამდენიმეს არა ერთზე თქვა ერთზე თქვა დანარჩენზე ეჭვი გააქვინმეს ეხლა მე გინდა მაგარი რაღაცა გითხრა ამ ეთერის შემდეგ როდესაც ეს გადაცემა გავა ეთერში მე შენ ნახე შეყვარებულების მთელი კოჰორტა რო დადგება იმისათვის რომ შენ გაგიცნონ რამენაირად ყველა შეუყვარდები ისე რომც არ გიცნობს აი ისე შეუყვარდები დარწმუნებული ვარ დღეს ვიცი რომ უნდა გვიმღერო სიმღერა და რა სიმღერას გვიმღერებ მითხარე ხევსურული ბალადა. ხევსურული ბალადა. ვაჟა აზარაშვილის შესანიშნავი სიმღერა ხევსურული ბალადა, რომელსაც რა თქმა უნდა ზურა ნასყიდაშვილი შეგვისრულებს.
ბრავო! ეს რა მაგარი ბიჭი ყოლია, დივლი დავალეო! ზურაბ ნასყიდაშვილი აპლოდისმენტები და რა თქმა უნდა შესანიშნავ ბენცაც არ დავაკლოთ ტაში. ბატონი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ხნით მთაში გადავინაცვლე მეც და ჩემი წარმოშობა კიდევ ერთხელ გამახსენდა და ამისათვის თქვენ კეთილო ჩემო უნდა დასაჩუქრდეთ აუცილებლად. მე მგონი ყველა თანახმა არის. თქვენს ყველა თანახმა ხართ. მაშინ მოვიწვიოთ ფაგიო ჩვენთან სცენაზე. ეს საჩუქარი ფაგიოსგან ნაკრებია მან ძალიან საინტერესო რაღაცების, რაც დაგიცავთ თქვენ კაციებისგან და ინფექციებისგან. დედამ იცის ფაგიო. ახლა მეორე საჩუქრის დრო არის. და ამისათვის ვინ უნდა მოვიხმოთ სცენაზე? ლოკომოკო. ლოკომოკოს ლობი. დიდი მადლობა. ესეც საჩუქარი ლოკომოკოსგან. ჩვენ კი კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ესეთი შესანიშნავი ადამიანი ყავდა ზურაბ ნასყიდაშვილი. აპლოდისმენტები.